ბარიერი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას, გადაცემის ბოლო ნაწილის სტუმარია საგვარეულო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაკა. დიდი მადლობა ბატონო გრიგოლ გადაცემაში მონაწილეობისთვის. იმ აჟიოტაჟზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც უკრაინაში საქართველოს მაღალჩინოსნების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას მოჰყვა. თქვენი კომენტარი იყო საინტერესო, ესეთი რა ნარკოტიკს იღებენ, ხომ არ იცის ვინმე ასეთ ფრაზად თქვენ გეტყვით, ხო, ერთად სააგენტოში ეწერა. ანუ ეს იყო თქვენი გამოხმაურება, თუმცა სანამ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, მე მინდა კითხოთ, თქვენ ხომ არ შემოგთავაზეს უკრაინაში რაიმე თანამდებობა? უკრაინას ახლა უპირველეს ყოვლისა ჭირდება ეკონომისტები, იურისტები, დიპლომატები მათ უმაღლესი კლასის ყავთ, ამიტომ არაფერი საჭიროება არ არის და რომ შემოეთავაზებიათ, კატეგორიულად არ დავთანხმდები. იმიტომ მშვენივრად გრძნობ თავს და არავითარ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება არ მინდა, მით უმეტეს უცხო ქვეყნის. მშვენივრად ვარ, არ მაქვს კაბინეტის და გრძელი შავი მანქანის მოთხოვნილება. საუბარი არის იმაზე, შეფასებები არის ძალიან ბევრი, სხვადასხვა განსხვავებული, ზოგი უფრო რადიკალური, ზოგი იუმორისტული, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები. აი მაგალითად ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი და ის ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ იმუშავა მისი ბრალია, რომ უკრაინელებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ მათ რომ სათანადოდ მიეწოდებინათ ინფორმაცია უკრაინისთვის, რაც წარმოადგენდა ჩვენი წინა ხელისუფლება და ვინ იყვნენ მისი წარმომადგენლები, ალბათ არ მიიღებდნენ უკრაინელები ამ გადაწყვეტილებას. ხოთ შორის საგანელიძე დავითი ბრძანდებოდა ჩვენი წინა სტუმარი და ისიც საუბრობდა საელჩოს კომპეტენციაზე, საელჩოს ქმედებებზე და ისიც ხოთა შორის ეთანხმება თვითკრიტიკის ნაწილში ამ პოზიციას, რომ სწორი ინფორმაცია რომ სწოდნათ უკრაინელებს არ დანიშნავდნენ სანდრო კვიტაშვილს და თუნდაც ეკას ღულაძეს, რომელიც იყო იმ სისტემის ნაწილი, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეეძლო საქართველოს საელჩოს უკრაინაში რაიმე გავლენა მოეხდინა ამ პროცესზე? ხაბატონო, თავიდან დავიწყო და საერთოდ აბსტრაგირება გავაკეთოთ იმაზე, ეს უკრაინა არის თუ რომელიმე სხვა ქვეყანა და იქ ქართველები ინიშნებიან, ლატვიელები, ლიტველები თუ შეერთებული შტატების მოქალაქეები. დავიწყოთ იმითი, რომ სული ინსტიტუცია და ხეპრეობა, როდესაც ერთი ქვეყნის პარლამენტარები, ერთი ქვეყნის კაბინეტის წევრები და რაც ყველაზე უფრო საშიში და სახიფათო არის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კომენტარებს აკეთებს მეორე სუვერენული ქვეყნის მთავრობის დაკომპლექტებაზე, რომელიც კომპლექტდება დემოკრატიული არჩევნების შედეგად. თუმცა ეს ძალიან ემოციური თემაა, ემოციური თემაა. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არავითარი ემოციები არ უნდა იყოს. როდესაც შენ აცხადებ, მაპატიეთ, მაგრამ როდესაც შენ აცხადებ, რომ ამ პიროვნებების დანიშვნა, ვინც არ უნდა იყვნენ, ისი რა მნიშვნელობა აქვს. უკრაინის მთავრობაში გამოიწვევს ქვეყანას სახელმწიფო შორის ურთიერთობების გაუარესებას, უნდა იცოდე, რომ შენ ამას უკვე მიაღწიე, ეს ურთიერთობები უკვე გაუარესდა. ერთჯერობით არ გამოხატულა, ხო არა? არა, გამოხატვა არ დაგვიანებს გამოხატვა დამიჯერეთ, იმიტომ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გამოთქმული აზრი კამერების წინ, ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოთქმული აზრი. არავის არ ეკითხება ის, უკრაინა იქნება ეს თუ რომელიმე სხვა სუვერენული ქვეყანა, ვის შეიყვანს თავის მთავრობაში. მეორეც ერთი რა უფლება აქვს, ვინც არ უნდა იყოს ის პარლამენტარი იქნება ეს თუ არასაპარლამენტო პარტიის ლიდერი თუ ის გვარების დასახელებაც არ მინდა, საერთოდ არ მაინტერესებს ამას მინიტყვის, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს სახელით ემუქრებოდეს უკრაინას ურთიერთობების გაფრთხილებით. ეს არ ყოფილა ოფიციალური განცხადებები, ეს ცალკეული ემოციური განცხადებები შეგვიძლია უფრო ასე დავარქვათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თავის ინტერვიუში პირადად უყურე განაცხადა, რომ ამ პიროვნებების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში შეიძლება ორი სახელმწიფო მიიყვანოს ურთიერთობების დაზიანება. ურთიერთობები უკვე დაზიანდა. ჯერ ამ განცხადებით და მერე მანამდე, სანამ 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან უკრაინა სისხლმისღვრელ ომში იმყოფება რუსეთთან და არც ერთ ქართველ ოფიციალურ პირს ხელისუფლების წარმომადგენელს არ გახსენებია ის, რომ საჭიროა ვიზიტით ჩასვლა, საჭიროა მხარდაჭერა, საჭიროა. საინტერესო, სერგეენკო იყო ჩასული, იქ წამლები ჩაიტანა, დაეხმარა, თანხაც გამოყო საქართველოს. ხალბატონო ნინო, ომი დაიწყო. ალბათ ამიტომაც გაუჭირეს, შეიძლება დისკომფორტი შეექმნას, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვიცი რომ ეს რეჟიმი თქვენთვის არ არის პრობლემა. დროს ძალიან დიდი. ჩავა სერგეენკო და ახტება კვიტაშვილი მაგალითად. ხო, დისკომფორტს უქმნის უბრალოდ სერგეენკო. დისკომფორტ სერგეენკოს გადადგეს მაშინ და ის ჩავიდეს ის, ვისაც დისკომფორტს არ უქმნის. რა სერგეენკოს საქმეა, ვინ დახვდება იქ. მაშინ უჩავა
უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მთავრობამ შესანიშნავად და უკრაინის რადამ ყველა ქართველზე უკეთესად იცის რა ჭირდებათ მათ ქვეყანას. ბატონი სერგიენკო ძალიან მოკლედ ვიცი რომ ცოტა დრო გაქვს ტელეგრამის ტექსტში ვილაპარაკებ. ბატონი სერგიენკო იქ ჩაბრძანდა 1 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო სისხლისღვრელი ომი რუსეთთან და მოხდა ყირიმის ანექსია. მანამდე გასუსულები იყო ეს ხელისუფლება, რამაც საშუალება მისცა რადის რამდენიმე დეპუტატს, რაც სხვა შორის ქართულ პრესაშიც იყო, განეცხადებია რომ ჩვენ საერთოდ არ გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ისეთი შთაბეჭდილებაა რომ მათ რაღაცის ეშინიათ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში და იმ აგრესიასთან, სამხედრო ტერორისტულ ოპერაციასთან, რასაც რუსეთი ატარებს უკრაინაში, ზუსტად ისევე იქცევა, როგორც სამწუხაროდ იანუკოვიჩის მთავრობა იქცეოდა ჩვენთან მიმართებაში. კონკრეტულად თქვენ ყოფილიყავით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, აი ამ უკრაინის ძალიან მძიმე მოვლენების ფონზე, ამ ომის და ოკუპაციის ფონზე. თქვენ რას გააკეთებთ? საქართველოს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი კომპონენტი იმ საერთაშორისო ძალისხმევისა, რომელშიც მონაწილეობა მიიღოს ყველამ სანქციებს გულისხმობთ. სანქციებზეც არ არის, ხაბატონო, პირველივე დღიდან ჩვენ ჩართული უნდა ყოფილიყავით ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ამ ძალისხმევაში. შეიძლება საქართველოს არ ქონდა შესაძლებლობა სანქციების ჩავიციკლებით ხოლმე ერთ ღონისძიებაზე, მაგრამ იმაზე რომ საქართველოს და უკრაინის საელჩოებს, საქართველოს და უკრაინის მისიებს საერთაშორისო ორგანიზაციებში შეეძლოთ ერთობლივი მოქმედებები და ძალიან ეფექტური მოქმედებები და ეს არ განხორციელდა, ეს ფაქტი არის. ის რომ ჩვენ შეგვეძლო მიგვება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ყველასთვის გვემეორებინა ის რომ არაფრით არ განსხვავდება ყირიმის ანექსია და სამხედრო ტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისგან, ესე შესაძლებელი იყო. ხდებოდა, არ ვიცი ხარ რამდენად საკმარისი დოზით, მაგრამ ფონდზე მომუშავე სტრუქტურები ამას მეტნაკლებად აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში ამბობენ რომ აკეთებენ. იმას ეხა ერთ განცხადებას რო გააკეთებ 6 თვის განმავლობაში და ამით შენ მოვალეობას შესრულებულად ჩათვლი. საელჩოების თემა თქვენ მკითხეთ, თუ გნებავთ გავაგრძელებ. საელჩოების ფუნქცია საერთოდ არ არის, რომელიმე ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობასთან მუშაობა და მათთან იმის შეთანხმება, ვის დანიშნავენ ისინი თავისთან. არა, ინფორმაციის მიწოდებაზე იყო საუბარი, რომ საელჩომ უნდა მიაწოდოს მას აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობის გეუბნებით, რომ 2 წლის განმავლობაში რას წარმოადგენს ესა თუ 2 წლის განმავლობაში 95% იმ ინსტრუქციებისა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიდიოდა ჩვენ საელჩოებში, ზუსტად იმაზე იყო, რა სისხლისღვრელი რეჟიმი იყო საქართველოში, რა სიცრუე იყო ყველა რეიტინგი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, რა უბედურებას დააღწია თავი საქართველომ და აი რა სამოთხე და აყვავება დადგება დღეს. და რა პრობლემა წარმოიქმნა? საელჩოებმა ვერ მიიტანეს ეს ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებამდე, სწორად უბრალოდ არ დაუჯერეს. საელჩოებმა მიიტანეს, მაგრამ რატო თვლით თქვენ რომ პროფესიონალი დიპლომატი, რომელიც უკრაინის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს უდგავს სათავეში და თითქმის ყოველდღიურად ღებულობს ტელეგრამას თბილისიდან, ის უფრო ცუდად იცნობს სიტუაციას, ვიდრე არ ვიცი, ვიღაცა ემისარი, რომელიც მას მიადგება და მოუყვება. თქვენ ადასტურებთ ინფორმაციას, რომ ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშნა განიშნავდა. წარმოდგენა არ მაქვს, ხალხო. თვალი. წარმოდგენა არ მაქვს. მაშინ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ვიცით, მე აუცილებლად მინდა კითხოთ ზოგადად ეს პრაქტიკა თუ მიგაჩნიათ გამართლებულად, აი ნინო ბურჯანაძე ბრძანებდა, ბოდიში უკვე მე რამდენად მეორედ მომიწია მის სიტყვების ციტირება და ამაზე პასუხი, მაგრამ ეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თქვა, არის ისეთი პოზიცია, რომ ეს პრაქტიკა არ არსებობს სოფლიოში, როდესაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ნიშნავენ ოფიციალურ დანიშვნით თანამდებობაზე, კონსულტანტებად ეს გასაგებია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც იწვევენ სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლებს. ეს გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სუვერენული ქვეყნის მთავრობის სურვილიდან. არავითარი პრაქტიკა არ შეიძლება არსებობდეს, თუ სუვერენულ ქვეყანას სურს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს მის მთავრობაში, ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია და არავის არ ეკითხება, მით უმეტეს საქართველოს ზოგიერთ პოლიტიკოსს. და ერთი რაღაცა მინდა დავამატო, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც გახდა უკრაინის დღევანდელი მთავრობის წევრი, ამავე დროს უკვე არის უკრაინის მოქალაქე. ისინი იღებენ უკრაინის მოქალაქეობას, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს საკითხი უკვე მოხსნილი არის. უკრაინის მოქალაქე არის უკრაინის მთავრობის წევრი. ამიტომ ამაზე დისკუსია საქართველოს არც ერთ წარმომადგენელს არ გამოადგება დამჯერეთ.
დღეს ისეთი სიტუაცია არის, რომ არ მინდა ხა ყველა დეტალის მოყოლა, მაგრამ ოდესღაც რამდენიმე სახელმწიფო შორის, უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და აზერბაიჯანის თანამშრომლობას ამოხრუჭებდა ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას არც თუ ისე კარგად ესმოდა ჩვენი პრობლემები. ანუ ის რომ ქრონოლოგიურად თუ გავყვეთ მოლდოვასაც საქართველოსაც და ასე შემდეგ ჰქონდათ ოკუპირებული ტერიტორიები და მას შემდეგ რაც ანექსირებული იქნა 26000 კვადრატული კილომეტრი ყირიმი და მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ უკრაინაში გაიგო სამხედრო ტერორისტული ოპერაცია უკრაინა იგივე ნავში აღმოჩნდა მთლიანად როგორც ჩვენ და უკრაინა ჩვენ ძალიან გვჭირდება როგორც სტრატეგიული მოკავშირე ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამისთანა არაპროფესიონალური განცხადებების გაკეთება. კარგი, დარჩენილი დრო მინდა დავუთმოთ იმაზე საუბარს, რაც მოხდა ბოლო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში, არ შემიძლია ეს უბრალოდ არ კითხოთ, ადევნებით თვალყურს ალბათ. ირაკლი ალასანიას მოხსნის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას მის მოადგილეებთან ერთად და განცხადებებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა. თქვენ როგორ ფიქრობთ? შემდეგ მინდა კითხოთ ემოციურ სოლიდარულ გაუგებრობაზე, რომელსაც აღმოჩნდა ჩვენი ამჟამინდელი მინისტრი, როდესაც ის გადადგა თანამდებობიდან და შემდეგ ისევ დაბრუნდა, თუმცა თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე მინდა კითხოთ თქვენი შტაბ-ბეჭდილებით მართებული იყო თუ არა ეს განცხადება, ანუ ამჩნევთ თუ არა თქვენ კურსის ცვლილებას ქვეყანაში. კურსი შეიცვალა 2012 წლის შემოდგომაზე. რაში გამოიხატა? გამოიხატა კურსი იმაში, რომ ჩვენ გამოუცხადეთ ჩვენ მოკავშირეებს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც იყო რუსეთის ფედერაციასთან, ეს იყო გაუაზრებელი და დაუბალანსებელი საგარეო პოლიტიკის შედეგი, ის რომ ახალმა ხელისუფლებამ მშვენივრად ის როგორ უნდა აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა, ამისათვის ეს საბოლოოდ ეს პოლიტიკა არ აღმოჩნდა ბოლომდე. როგორ არ აღმოჩნდა, როდესაც დღეს უკვე აღარ ყველა რჩევაზე მოეშვით კავკასიურ ვენდეტას და საქმით დაკავდითო, ბილტი მე-13 გამოაცხადეს, შეერთებული შტატების კონგრესმენები და სენატორები რეალობას მოწყვეტილად, ევროსაბჭო არაინფორმირებულად, ევროპარლამენტარები კანდელაკის პროპაგანდის მსხვერპლად და ბოლოს და ბოლოს როდესაც საბოლოო ჯამში ასოცირებს ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელიდან ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისითაც გვაქვს სერიოზული ნაბიჯები. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოწერა შეიძლება და 2011 წელს. ახლა მე სულ არ მაინტერესებს. არ მოვაწერეთ, იმიტომ რომ იქ იყო ორი ის პუნქტი, რომლესაც ჩვენ ვიბრძოდით და ჩვენ რო ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ამას მივახცევდით. კონკრეტულად რომელი შეგიძლიათ? კონკრეტულად მაგალითად არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ვინც მე ახლა მისმენს პროფესიონალი, ყველა მისის რაზე ვლაპარაკობ და ჩვენ რო გვდომებოდა ხელის მოწერა, მაშინ 2011-ში მოვაწერდით ხელს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ პროექტს, ისე რომ განხილვასაც არ დავიწყებდით, რა პრობლემა არის ესა. მაგრამ როგორც მოქალაქეს ძალიან მიხარია რომ ხელი მოეწერა, მაგრამ დღეს როდესაც შენ მას შემდეგ რაც აღმოაჩინე რომ 2 წლის შენი საგარეო პოლიტიკა დაფუძნებული რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე და იმ არ ვიცი ხა რბილად ვიტყვი არასწორ გამონათქვამებზე რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება, უცბად აღმოაჩინე საჭიროება რომ კარდინალურად შეცვალო შენი საგარეო კურსი, ამას საგარეო კურსის კრახი ქვია, სხვა არაფერი. აი დღეს მაგალითად ჯერ საპატურო აცხადებდა რომ ნატო საქართველოს კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რაც არის ნატოსკენ მიმავალი გზა, დასავლეთთან პარტნიორობის გზა, ამიტომ ეფექტურად ეს ერთი საკითხია შეიძლება, მაგრამ კურსის შეცვლას ეს ნიშნავს, კურსის შეცვლა იქნებოდა ის, რასაც ჩვენი პირველი სტუმარი ბრძანებდა, მაგალითად, ის პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს უარი უნდა თქვას ნატოზე, უარი უნდა თქვას ოფიციალურად ნატოზე და რუსეთთან ერთად დაიწყოს მაგალითად გასადენის პროექტი და ასე შემდეგ, რაც დაგვაბრუნებინებს აფხაზეთს და საქართველოს. ანუ ეს იქნებოდა კურსის შეცვლა. არა, მე იცით რას გეტყვი. ეს არის კურსის შეცვლა თუ უბრალოდ არაეფექტური მუშაობა საგარეო კურსში? არა, კურსი ნამდვილად შეიცვალა, იმიტომ რომ ძალიან შესუსტებული იყო მუშაობა ნატოს მიმართულებითაც, ძალიან შესუსტებული იყო მიმართულება იმ რეგიონების მიმართ, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ ევროპის კავშირის არეალის გარეთ იმყოფება. არაღიარების პოლიტიკა გამოცხადებული იქნა მოძველებულ მიდგომად. ეს ყველაფერი ციტატები არის, თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ და ამოიღოთ ეს ყველაფერი. შემდეგ უცბად აღმოჩნდა, რომ რუსეთი იმ დათმობებზე, კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, რასაც როგორც თვითონ ხელისუფლებაში მყოფნი აღნიშნავენ, პასუხობს ბორდერიზაციით, საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური გატაცებით და აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებით, რომელიც სამართლებრივ ალექსიაში ნიშნავს. აი დღეს, როდესაც შენ ეს მუშაობა მიტოვებული ქონდა და ეხლა სასტრაფოდ გიწევს აქ დაბრუნება,
ეს იქნება ძალიან ძნელი და თუ თქვენ წაიკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალის განცხადება დღეს, მან თქვა, რომ ძალიან დაგვიჭირდება და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. იცით რა, არ მინდა ხა ყველაფერი და პირველი მოადგილე საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი დავით დონდუა, რომელიც უმაღლესი კლასის სპეციალისტი და პროფესიონალი არის, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება თავისი პრობლემების საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება. რამდენი მიპასუხებთ ამ კითხვაზე არც, მაგრამ მაინც რაც შეეხება გადადგომას, მე ვთვლიდი და მაგალითსაც მოგეყვანთ. მე ვთვლიდი და ვთვლიდი, რომ სახელმწიფო ადგილზე როდესაც რჩება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ადგილზე რჩებიან, როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არავის გაუქმებია, მინისტრი უნდა მოვიდეს და წავიდეს, ამას უნდა მივიჩვიოთ, ეს ნორმალური პრაქტიკაა, რაც შეეხება მოადგილეებს, ისინი სულ ყველა უნდა იყვნენ პროფესიონალები, სულ ყველა უნდა იყვნენ აბსოლუტურად აპოლიტიკური პროფესიონალები, ტექნოკრატები, რომელიც ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად დარჩებიან თავის თანამდებობაზე. როდესაც მინისტრის მოადგილე აკეთებს ემოციურ განცხადებას, კურსის ცვლილების გამო მიდის თანამდებობიდან და მეორე თუ არა მესამე დღეს ინიშნება მინისტრად და ამბობს, რომ მას დაემართა ემოციურ სოლიდარული გაუგებრობა სიტყვა-სიტყვით. ეს ფრაზა არასოდეს დამავიწყდება და ამიტომ სიტყვა-სიტყვით როგორ აფასებთ ამას პროფესიონალურად და ადამიანურად? აბსოლუტურად არ მაქვს კომენტარი ამაზე და სიმართლე გითხრათ სულიად არ მაინტერესებს. ეს განსაჯოს ქართულმა ამორჩეველმა და ადამიანმა, რომელიც უწყებას ხელმძღვანელობს, ეს ჩემი საქმე არ არის. ამაზე კომენტარებს გაკეთება, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენი კადენცია დამთავრდა, გამოვედით საგარეო საქმეთა სამინისტროდან ორი მოადგილე უმაღლესი კლასის პროფესიონალი, ბატონი ნიკოლოზ ვაშაკიძე და ბატონი დავით ჯავაღანია, ჩემი მოადგილეებიდან დარჩნენ. წინადადებების ხვებისთვისაც გაკეთებული იყო, მაგრამ მათ არჩიეს არ დარჩენა. ეს ორი ადამიანი დარჩა. ბატონი დავითი დღეს იქ არის და მე როგორც მოქალაქე განვიცდი უზარმაზარ ბედნიერებას, იმიტომ რომ ის დარჩა, აი ამ პერიოდშიც დარჩა და პრემიერმა სთხოვა რომ დარჩენილიყო. ხო, დავით ჯავაღანია რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და დღეს დავით დონდუა ეს დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება ბატონ ნიკოლოზ ვაშაკიძეს, მან განაცხადა, რომ არც შინაარსი და არც სტილი საგარეო პოლიტიკის მას არ მოსწონს და იანვარში პრესკონფერენციის მერე გადადგა. ამიტომ ყველა ადამიანი თავისი სინდისი და თავისი კრიტერიუმებით ზომავს ამ თემას. მინდა კითხოთ, მე მახსოვს ის გაცილება, მიღება, რომელიც თქვენ მოუწყეთ ქალტო ფანჯიკიძეს, როდესაც ის მოვიდა და ძალიან მეგობრული და მართლა ცივილიზებული დახვედრა იყო, ხო ეს გადაბარებების პერიოდში იყო ძალიან საინტერესო კადრები. როგორ ხდება დიპლომატიური სამსახური ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არანაკლები ვიდრე თქვა თავდაცვა, მუშროება და ასე შემდეგ. მით უმეტეს, როდესაც გარკვეული სამიტები, საგარეო ურთიერთობები, საგარეო შეხვედრები და იგეგმება ვიზიტები კონკრეტულ მომენტში. რამდენად შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვას უბრალოდ აი მე წავედი და თუნდაც ელჩებმა რამდენად გადადგომის ფორმა როგორია ხოლმე დიპლომატიურ სამსახურში და მესმის რომ პოლიტიკოსები შეიძლება იყვნენ, ემოციები შეიძლება ქონდეთ, მაგრამ რა წესია მიღებული და აპრობირებული გადადგომის? წესი არის ზუსტად ისეთივე ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორც დანარჩენ ჩინოვნიკებს და ბიუროკრატებს აქვთ დაწესებული. ადამიანი, როდესაც თვლის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური იდეოლოგიური ჯანმრთელობის მიზეზებით გადადგომას, წერს განცხადებას და მიძის, მაგრამ ჩვენ იმას უნდა მივახციოთ, რომ ადამიანი შეიძლება გადადგეს პოლიტიკური მიზეზების გამო, მაგრამ სანამ თანამდებობაზე იქნება და ეს განსაკუთრებით დიპლომატიურ სამსახურს ეხება, სანამ იქნება თანამდებობაზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ მოღვაწეობას. საერთოდ იდეალში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თუ იმისთანა პრაქტიკას დავაფუძნებთ, როგორც შეერთებულ შტატებში, როდესაც ერთ კაბინეტში აუცილებლად არის მეორე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მინისტრის პოსტზე და ჩვენ იმისთანა მნიშვნელოვან პოსტებს, როგორც არის დაუშვათ თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს ალბათ ძალიან არარეალურია, საერთოდ ჩვენ აუცილებლად ძალიან არარეალურია. და კიდე რამდენიმე ძალოვან სტრუქტურებზე ხო იცით როგორი ემოციური დამოკიდებულება აქვს ყველა ხელისუფლებას და მისი მარჯვენა ხელი უნდა იყოს აუცილებლად. აუცილებლად მოხდება ესა და სხვანაირად ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვვალთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანა არსად არასოდეს არ უმართია, რომ არ დამთავრებულიყო ეს ტოტალური კრახი. ჩეუშესკუს ყოველი მეორე აგენტი ყავდა.
და რითი დაამთავრა, კარგად იცით. დიდი მადლობა. ერთი შეიძლება აი ეცეთ რა არის ცუდი ტონი იყო ერთი წლის წინ ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენ რუსეთს ეს უნდა დაუთმოთ, რუსეთს ეს უნდა მივცეთ, მაშინ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მართლა რა ნარკოტიკს ხმარობს ეს ხალხი. იანუკოვიჩი კაბინეტში არ იყო შესული, როდესაც თქვენ როგორ ფიქრობთ, მილსადენი არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც საქართველოზე გაევლეს, ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი. რა უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ეს მილსადენი თუ 59 წლით სევასტოპოლის მაშინ სევასტოპოლის არენდის გაგრძელება, სამხედრო ცვლილების ჩატარების უფლება, ბალაკლავას სამხედრო შემოსული არ იყო კაბინეტში იანუკოვიჩი, როდესაც მან 14 პუნქტიანი ცალმხრივი მოთხოვნები დააკმაყოფილა და ყველაზე 3 ივლისს 2010 წლის რადა მიიღო დადგენილება, რომ უკრაინა არის ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც არასოდეს არ გაწევრიანდება არც ერთ სამხედრო ბლოკში. შედეგი ხომ იცით რა არის? კი ბატონო, ვიცით, ამაზე ქონდა პირველი ბლოკის სტუმართან დავა და კამათი. ამიტომ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ის ვინც ეუბნება, რომ რუსეთი ნებაყოფლობით დააბრუნებს თავის სამხედრო პლაცდარმებს, რომელიც მან ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა, ის რომ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება რაღაცას მოუტანს საკითხებს ჩვენქელა, ის რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა არის დამოკიდებული პერსონალურ ფაქტორებზე და არ არის კარგად გათვლილი სტრატეგიული კურსი, ეს ადამიანი უპირველეს ყოვლისა ჩვენი შვილების დიდი მადლობა პერია. გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ბარიერი პირდაპირ ეთერში დაბრუნდება სამშაბათს 21 საათსა და 15 წუთზე. კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ. კარლო, ABC-ში იპოთეკურ სესხებს უკვე 2%-ში ლარშიც ამტკიცებნო, გაიგე? მერე დაუღურეკე შენს პირდაპირ 2.50-50-02 და დაგიმტკიცებენ შენ. ლარის კურსი ისევ ეცემა. დღეს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 დოლარი 1 ლარი და 99 თეთრიღის. თუმცა თელი დღის განმავლობაში თბილისში ვალუტის გადამცველი პუნქტების უმეტესობაში 1 ამერიკული დოლარი 1 ლარი და 90 თეთრად იყიდებოდა, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1 ლარი და 92 თეთრი იყო. ვალუტის გადამცველ ჯიხურებში აცხადებენ, რომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ დოლარმა აიწია ხალხი ეხლა დაიწყეს დოლარის ყიდვა აქტიურად უფრო რა, იმიტომ რომ ეშინიათ ხვალ უფრო ძვირი იქნება და ვისაც აქვს საშუალება ყიდულობს დღეს. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით შესაძლოა პარლამენტში ეკონომიკური პროფილის მინისტრები დაიბარონ. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ლარის გაუფასურება გარკვეულწილად ზოგიერთი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიუჯეტის შეუსრულებლობასაც უკავშირდება. დავით ონოფრიშვილის